ეხოდრა დემოკრატიისთვის პარიზში ამ სახელწოდების ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი 1 წლის წინ მიანიჭა, 1 წელიწადში იქცეს ტოტალური დიქტატურის მოდელად. მისი განმარტებით ევროკავშირი უნდა აღიჭუროს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რომ ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა. ზურაბიშვილის განცხადებით, ტოტალიტარიზმის გზაზე დასაცავია დემოკრატია, რისთვისაც საჭიროა ევროპული პოლიტიკური და მორალური გადაიარაღება, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ყველამ ერთად მიიღოს გადაწყვეტილება. ხოლო თუ საჭიროა სამხედრო გადაიარაღების გზაზე საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის, საფრანგეთი წინა ხაზია, როგორც მაგალითად, რადგან საფრანგეთი არის თავისუფლების სამშობლო. აღნიშნეს სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა. ევროკავშირმა არ უნდა დაუშვას, რომ ქვეყანა, რომელსაც მან კანდიდატის სტატუსი 1 წლის წინ მიანიჭა, 1 წელიწადში იქცეს ტოტალიტარული დიქტატურის მოდელად. ევროკავშირი უნდა აღიჭუროს თავისი საშუალებებით, რათა გადაწყვეტილება მიიღოს, რათა ჰქონდეს თანმიმდევრული პოლიტიკა და შეძლოს ამის თქმა, რათა ის არ იყოს 1-2 ქვეყნის ხელში, რომლებიც უკვე ტოტალიტარიზმის ამ გზაზე მოძრაობენ. ტოტალიტარიზმის ამ გზაზე ჩვენ უნდა დავიცვათ დემოკრატია, დავიცვათ იგი ყველგან. უპირველეს ყოვლისა ეს არის ევროპული ინსტიტუტები, ეს არის ევროპული გადაიარაღება, მაგრამ ეს ასევე არის მორალური გადაიარაღება, ეს არის პოლიტიკური გადაიარაღება, ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველამ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ამ მორალური, პოლიტიკური თუ საჭიროა სამხედრო გადაიარაღების გზაზე საკუთარი ბედისწერით, როგორც ყოველთვის საფრანგეთი წინა ხაზია და ჩვენ ყოველთვის მასთან ვიქნებით. ჩვენ ყოველთვის შევხედავთ მას იმედით და იმ ამბიციით, რომ საფრანგეთი დემოკრატიის დედა და თავისუფლების სამშობლოა და ეს მუდამ ასე იქნება. მიუხედავად იმ გამოწვევებისა, რაც დღეს თქვენს წინაშია, გაუწიეთ წინააღმდეგობა ტოტალიტარიზმს. ქალბატონი სალომე შეგახსენებთ, რომ არის მაკეინის ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანი ფულს იღებს მაკეინის ინსტიტუტისგან. მაკეინის ინსტიტუტი შეგახსენებთ, რომ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომელიც ეკაჩებიან, რომელიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ერთი და მაკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თბილისში ყოფნისას რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს კითხვაზე, რომ არსებობს მოსაზრება და შიშები, რომ შეიძლება სანქციების დაწესებამ სხვა ნაბიჯებმა ესკალაცია გამოიწვიოს რუსეთთან, რაც შეიძლება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ამ კითხვაზე ქალბატონის სალომეს უფროსმა უპასუხა, რომ მე რაო შემოვალ ვიღაცას დახოცავენო, რაღაცები მოხდება, მე რაო მთლიანად ხო ვერ დაგიპყრობენო. აქაც აჩვენებს, რომ ვინ იყო ამ სცენარების დამწერი, ასე რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა მერერას სცენას.